საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისი ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო საგაზაფხულო სხდომა ჩატარდა. ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, ასევე საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. ხოლო კი დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში მეუფე შიომას პინძლებს. დაგეგმილია ასევე სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავის მონახულებაც. მართლმადიდებლობა არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც კულტურულ, ისე სულიერ მემკვიდრეობაში და დაეხმარა თქვენს ქვეყანას ყველაზე კრიტიკულ პერიოდებში. თითოეულად დამსწრე ქვეყანას სახელმწიფო რელიგია და აქვს მართლმადიდებლობა. თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა იყოს ბალანსი ტრადიციასა და პროგრესს შორის, ისევე როგორც თანამედროვე გლობალიზაციის პროცესს უნდა გაუმკლავდეთ. დღეს გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ის გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა გლობალურ პროცესებში ჩართულობის პარალელურად, როგორ დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი, როგორ ვაწარმოოთ დიალოგი ისე, რომ არ დავკარგოთ ფუნდამენტური ღირებულებები. ის მოგვიწოდებს მშვიდობისკენ, კონფლიქტების დროს, ურთიერთპატივისცემისკენ, უთანხმოების პირობებში და თანამშრომლობისკენ კონკურენტულ სამყაროში. ჩვენ როგორც პარლამენტარებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კანონშემოქმედებით არ შემოიფარგლება. მას ღრმა ზნეობრივი განზომილებაც აქვს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აისახოს ის ფასეულობები, რომელთაც ვემსახურებით. ადამიანის ღირსების პატივისცემა, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვა, სამართლიანობის გამტკიცება და საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა. ეს ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ავსებს და არა ეწინააღმდეგება. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ღირებულებების დაცვა არის გზა, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს. ამ გზაზე საქართველოს ყოველთვის მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც მრავალსაუკოვანი მართლმადიდებლური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანამ, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს. ჩვენი ქვეყნის ისტორია საუკუნეების მანძილზე ცნობილია რელიგიათ შორისი და კულტურული ტოლერანტობით. საქართველოში დღესაც ქალაქ თბილისში, აი აქ ძველ თბილისში მეგობრულად ცხოვრობენ და ერთი გვეორის გვერდით გვერდ ლოცულობენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსულმანები, ებრაელური სინაგოგა, გრიგოლიანული ეკლესია თუ კათოლიკური ტაძარი. ეს მემკვიდრეობა ნათელად აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამ გამოცდილებით ვამაყობთ და მზად ვართ, რომ იგი გაუზიაროთ მსოფლიოს